მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასებო, მოგიკითხავთ სიყვარულის დიდი სიყვარულით, აბა როგორ ხართ მითხარით? ხო ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად. ჩემო ძვირფასებო, რა თქმა უნდა, მადლობით. პირველი მადლობა, დამთავრება, მადლობა, შუაში მადლობა. აი, უსასრულოდ ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ემიგრანტებს, ჩემო ძვირფასებო, სული და გული მთლიანად ჩართული მაქვს მათთან. რა თქმა უნდა, აქ მყოფებთანაც, მაგრამ ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით და ყველაზე, აი, როგორ ახსნა, ის მომენტი, რომ არც მადლიერებას იშურებთ, ის მომენტი, რომ არც თბილ სიტყვას იშურებთ და იცით რა არის, სხვათ შორის ყველაზე მეტად, აი, რასაც დავაკვირდი, აქ მყოფებიც როგორ არა, ვისთანაც თქვათ, უკვე მიმდინარეობს წმენდები, ან ჩაკეტვებს რომ ვაკეთებთ, ხო, მესამე პირის, მაგრამ ემიგრანტები მეტად მიჯერებენ, მეტად ყველაფერს ერთ-ერთში ასრულებენ, რასაც ვეუბნები, ვიდრე აქ მყოფები. გასაგებია, მესმის ყველას თქვენი აზრი გაქვთ, ყველას მილიონი აზრი აქვს, ჩემო ძვირფასებო, მაგრამ როდესაც რაღაცას გეუბნებით, როდესაც რაღაცას გირჩევთ, ისევ თქვენს გამო შემოკარგებო, თორე მე არც თქვენ პარტნიორთან ვთქვათ, არანაირი კონტაქტი არ მაქვს, რომ ან ვესაუბრო, ან გავიგო როგორია, ხო, მეწმენდებით ვიგებ, ვინ არის, რა არის, გაშლით ვიგებ, სტიქიებით ვიგებ, სიტუაციებით ვიგებ, ვისთან გვაქვს საქმე, თქვენ რაც არ უნდა, მითხრათ, მე სიტუაციას რომ ვნახავ, აი მე მტკიცებენ ხოლმე, რომ ეხა მე ხوار მოგატყუებ, განა მატყუებთ, განა თქვენი არ მჯერა. მაგრამ მე რო ჩავშლი და მე ვნახავ, იმას ერთ-ერთში უკვე ჩავსვავ, ვინ არის, რა არის, რა უნდა და რა მდგომარეობა. ხო, და საერთოდ რის იმედი უნდა გქონდეს, საერთოდ გვიღირს თუ არა ესეთი ადამიანი და პირდაპირ მნიშვნელობით საერთოდ ამ სამყაროში ამ ადამიანისთვის უნდა დავიხარჯოთ თუ არა ამდენი. ამიტომ ჯერ ვნახულობ სიტუაციებს და იმის მიხედვით ვიწყებ მუშაობას. მოკლედ, ამიტომ არის კონსულტაცია აუცილებელი. ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი გაშლა, მოკლედ, ჯერ ისედაც ჩემს ბოდიშით გაშლებს სხვათ შორის ძალიან ბევრი კომენტარებიც მოყვება ხოლმე, ზოგი კომენტარს არ უყვარდა და გამოჩენა პირად ჩემწერ ძალიან მიხარია. ასევე ყველაზე მთავარი ინფორმაცია, ყველასა კითხვა, ძირითადად ემიგრანტებთან მუშაობ. კი ბატონო, ჩემო ძვირფასებო, ჩაკეტვები არის ეს თუ წმენდები არის, აქედან მუშაობ ჩვეულებრივად თქვენზე. უბრალოდ არის რაღაცა ნივთები, რომელსაც აქ მე თქვენს მაგივრად უნდა, რაღაცეები ხო, გავაკეთო, ასე ვთქვათ, და არის ნივთები, რომელსაც გიგზავნით მანდ, ხო? აგერ დამემოწმებიან, ვისაც უგზავნით. ნუ კონკრეტულად მაგალითად ავიღოთ დაცვა, რომელიც ჩათვალეთ, რომ აუცილებელია, რომელიც არის ერთ-ერთში, კი არა, აგერ შვილებს ვუკეთებ და ბავშვებსაც ვუკეთებენ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ გამძვინვარებული და გაბოროტებულია სამყარო, ხო? ამიტომ ამაში ცუდი არაფერი არ არის, ზოგს გონია, რომ მაგია. ჩემო კარგებო, მაგიასთან არ მეგობრობ, ნახეთ, როგორ მეგობრობ, გეტყვით. ყავს წარმომადგენლები მაგიის მხრიდან, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს პატივსვებთ, არ ვეხები, და მაგიის წარმომადგენლებს ჩვეულებრივად წმენდებზე ვმუშაობ, მათთან წარმოიდგინეთ. მით უმეტეს თვითონაც შეუძლია გააკეთონ, მაგრამ არ უნდათ, ხო, იმიტომ რომ მაინც არ არის სწორი მაგიის კუთხით გაკეთება, სწორი კანონიერი კუთხით უდგებით ყველაფერს, იმიტომ რომ ბუმერანგია და ცუდი, რაც მეტ ცუდს გავაკეთებთ, უფრო უარეს დაგვიბრუნდება უკან. და როგორი ბუმერანგია? ერთი კვირა და ერთი თვეც არ გიწევთ ლოდინი. მალევე გიბრუნდებათ, მაშინვე გიბრუნდებათ, ასე რომ მე ყველანაირ მაგიას პატივსვებ, მეგობრობ, მაგრამ მე ჩემი მიმართულებები მაქვს, მათ თავისი. მოკლედ, ამაზე მეც ახლა ვისაუბრებ, ამიტომ ვისაც ეჭვი გეპარებათ, რომ გონიათ რაღაცა მაგიას ვაკეთებთ, არანაირ მაგიას არ ვაკეთებთ, მეცნება ხოლმე. ეს არის უბრალოდ დაცვა, თქვენი დაცვა, თქვენი პარტნიორის დაცვა, ამ ნივთებს გიგზავნით მე თქვენ, თუ აქ ცხოვრობთ, აქ ხვდებით, ასე რომ პრობლემა არ არის არანაირი პირიქით. ისევ თქვენთვის თორე არ გნებავთ, ნუ გნებავთ, რა პრობლემაა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, დღევანდელი ვიდეო გაშლა იქნება, გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი, მე ხო იცით არასდროს წინასწარ არ გიქვა, უბრალოდ ეხლა ვფიქრობ, რომელ დასტაზე რომელია სწორი, უფრო რომელი დასტას შევეხო. ორი დასტით არ ვიმუშავებ დღეს, იმიტომ რომ უკაცრავად, იმიტომ ამას ეხა არ ჭირდება ორი დასტა, ნუ ხა როცა ძალიან რთულია ხოლმე სიტუაცია, მაშინ ვშლი, მაგრამ
გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი, მოდით დიდი ხანი არ გაგვიშლია მზიანი სამეფოს ტესტით. სავარიანტებადაც YouTube-ზე დავიწყე ვიდეოების ჩაწერა, არ მოეწონათ. ყავს მე ჩემი მეყურებელი, ჩემი მსმენელი, ასე რომ რაც მეტი გამომწერი იქნებით, მით უკეთესი YouTube-ზეც და TikTok-ზეც. ტელეფონის ნომერი, საკონტაქტო, WhatsApp-ი, Viber-ი, YouTube-ის ბოლოში მოთავსებულია ნომერი, TikTok-ზე ვისაც გნებავთ ჩემთან კომუნიკაცია და კონტაქტი და პირადი კონსულტაცია, აი ამოვარდა. და ამას მე დავტოვებ სიგნიფიკატორად. ყველად არ ამოვარდა და არ ამოხდა და TikTok-ზე მწერთ და მე თვითონ გამატებთ პირადზე, WhatsApp-ი, Viber-ს. მოკლედ ვიწყებთ. გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი და რა თქმა უნდა ჯერჯერობით სიგნიფიკატორად 6-იანი ხმლებია. სიტუაცია წასული ერთი ნაპირიდან მეორეზე. ნახოთ. გავაგრძელოთ ისევ რა სიტუაციაში ხართ. ხო? რა თქმა უნდა ვნახოთ ეხლა ამ მამაკაცებო ვინც მეყურებთ თქვენზე მოერგებთ ხო საპირისპიროს ამ მამაკაცის ფიქრები თქვენთან დაკავშირებით რას ფიქრობს შემდგომ თქვენგან რა სიტყვის სამყარო ჩვენ რომ მარტო მამაკაცებს ვთხოვთ პასუხს მოდით აბა ვნახოთ თქვენგან რა სიტყვის სამყარო ძალიან საინტერესოა ხო მე პირად გაშლებს ეს კითხვა დავამატე შემდგომ გამოვა თუ არა კონტაქტზე ეს ადამიანი მე ვფიქრობ რომ ეს დასდა სრულყოფილად გაგზეს პასუხებს თუ არა და მე რაიდერს დავაზუსტებ და ბოლოს რჩევა ტაროსგან ვინ გახართ და ვინ უყურებთ სოციალურ ქსელში ერთმანეთს და დარბიხართ წინ და უკან და აღარ იცით სად ნახოთ ეს ადამიანი როგორ ნახოთ ეს ადამიანი დაგემართათ კრიზისი დავითარება უღაირობა უჟანგბადობა თავის კეფის ხერხემლის ყველაფრის ტკივილი დაგემართათ შემოძვირფასებო და რა თქმა უნდა ზოგი რას აბრალებთ მიზეზს ზოგს რა მოგაქვთ მიზეზი რა თმინდა აი შეხედეთ აი რა თმინდა სიტუაციას განვიხილავთ თან რომ არც არ მითხრათ და არ მოიგოთ ხმა აი რა თმინდა აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე მეუბნება რაც ხდება წასული ურთიერთობიდან ან ერთი ან მეორე ან ორივე რომელიღაცა ვერთმობთ ინარჩუნებთ ციკლურ ურთიერთობას კრუგზე წახვედით კრუგზე როგორც ჩანს რომ წახვედით და ვერ ჩერდებით ერთ-ერთი და გინდათ კი ბატონო ამ ადამიანის დაბრუნება მიზანში ამოიღეთ ზოგისთვის კონკრეტულად აზარში გადავიდა ეს ყველაფერი რომ აი მე როგორ დამემართა ნახეთ რა მოხდა უფრო უარესად შეაძულეთ თავი სუდი გაგებით არ გეუბნებით მე იმიტომ კი არ გეუბნებით კაცო რომ გეწყინოთ და რამე პირიქით ჩვენ ვართ მეგობრები ჩვენ კონსულტაციის მერე რომ მიკავშირდებიან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ყველასთან ამიტომ ნახეთ შემოძვირფასებო მიზანში ამოიღეთ ჯიბრში ჩაუდექით აზარტში გადაგივიდათ სიტუაცია უარესად გეტკინეთ გული უარეს სიტყვებით გაკადრეთ ალბათ რა ვიცი რა მოხდა და ურთიერთობა ჩაჯდა ერთ ნავში და წავიდა მეორე ნაპირისკენ ხო ეხლა ნახეთ რა ხდება მე მისმის თქვენი მეც გამივლია ესეთი პერიოდი აბსოლუტურად მისმის როდესაც ადამიანი აღარც კონტაქტზე გამოდის აღარ ჩვენთან არანაირი ურთიერთობა არ უნდა ჩვენთან ნახეთ რა ხდება ჯიბრი სიბოროტე ერთდროულად გვიტევს მე მისმის ამ დროს ვერ იზამრო არ იყო ბოროტი არ იყო გაბრაზებული არ იყო აი უკვე და ეს ყველაფერი გადადის აზარტში სიბრაზეში უბრალოდ არაადეკვატური ნაბიჯები არ უნდა გავაკეთოთ მიხვდით არასწორი ნაბიჯები არ უნდა გავაკეთოთ კი ბატონო წმენდებით ჩაკეტვებით მე თუ ვნახავ რომ ეს ადამიანი თქვენია ნახეთ კი ბატონო მაშინ რა თქმა უნდა დავიწყებ მუშაობას მაგრამ თუ თქვენდი არ არის ეს ადამიანი შემოძვირფასებო ძალიან რთულია საერთოდ ასეთ სიტუაციაში მუშაობა ხო ამიტომ პირდაპირ ვიგეუბნებით არ დავმალავ ამას და შემდგომ უკვე აი როგორ გითხრათ შემდგომ უკვე ნახეთ როგორი მომენტია ანუ მუშაობას დავიწყებ ეგერთი, მაგრამ იმის მიხედვით თუ ერთმანეთთან რა გაკავშირებდათ რა სიტუაცია ჯერ ის რომ ტყუილი არ უნდა მითხრათ, ხო, აი რისკმა მინდოდა მავიწყდებოდა. არ შეიძლება ტყუილის თქვა, თუ ადამიანს ცოლ-შვილი ყავს, თუ ადამიანი მასთან არის, არ შეიძლება მაინც გამოჩდება. ამიტომ ჯობია ხოლმე რომ თავიდანვე მოყვეთ სიმართლე და შემდგომ უკვე მიუყვეთ ხო სიტუაციას. მე არავის გილიოტინაზე არ ვკიდებ, რა უფლება მაქვს
როგორც ტაროლოგი, ასევე თქვენი ფსიქოკონსულტანტიც ვარ, იმიტომ რომ ყოველდღიური კონტაქტი მაქვს თქვენთან, ამიტომ საწყენი არ არის პირიქით ჩემი რჩევა დარიგება, როგორც მეგობარი, ასე უნდა მიიღოთ, ხო? ამიტომ როგორც ჩანს, გაბრაზებულზე ციკლურ ურთიერთობაში გადახვედით, რომელიღაცა კრუგზე ტრიალი წადი, ეს ბიჭი შეწუხდა, აღარ უნდა გაბრაზდა, განაწყენდა, გავარდა, წავიდა, წამოვიდა და გადავიდა სიტუაცია აი უმართავ მდგომარეობაში, საერთოდ სხვა პლატფორმაშია გადასული და თქვენ პირიქით აზარტში შეხვედით და ეს ადამიანი პირიქით საერთოდ გაგირბით. ნახოთ ფიქრები მისია. ოპა. აი თქვენ თვითონ მინდა დაინახოთ და ეხლა ჩემთან ტაროს ვინც სწავლობს უკვე იციან და ვიცი რომ იცნობენ. ტრანსფორმაცია პლუს ჩამოკიდებული და შეყვარებულები. ესე იგი რა მოხდა? ადამიანი გადავიდა გაზრდის სიტუაციაში, ურთიერთობა გადავიდა ტრანსფორმაციაში და გაჩერდა. ურთიერთობა გადაიყვანეთ ტრანსფორმაციაში, მე მესმის, რომ თქვენ შეიძლება გარკვეულ ეტაპზე მართალი იყავით, მაგრამ ამ დროს ძალიან რთულია მესმის, მაგრამ სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. აი აქ აყალმაყალი, აჟიოტაჟი, წივილი, კივილი, სროლა, ჩაქოლვა, გამწარებულზე ლანძღვა, მერე მეორე დღეს მენატრები, მერე ისევ ლანძღავთ, მერე უშენოდ ვერ ვძლებთ. მიხვდით რის თქმა მინდა? სამწუხაროდ კონტროლი დაკარგეთ თქვენ თავზე და კონტროლი დაკარგეთ სიტუაციაზე, რის შედეგადაც ადამიანი ამ წუთას კი ბატონო ვერ გეტყვით და ვერ მოგატყვევთ, რომ ფიქრები მას თქვენთან დაკავშირებით არ აქვს, მაგრამ აბსოლუტურად რადიკალურად სხვანაირად შემოგხედათ და რადიკალურად სხვანაირად დაგინახათ, სამწუხაროდ თქვენი რეალური სახე დაინახა და ამის გამო ადამიანმა აი ჭყალებში ცოტა ძველ ბიჭურად ვიტყვი დაზადნა, ხო მიხვდით როგორ და გაიპარასავით და ჩამოიკიდა ეხლა. კარგით, ნახოთ თქვენ რაგან რას თქოს სამყარო. აი ნახეთ რა მოხდა, თქვენი ემოციების ფონზე მოხდა სამწუხაროდ აი ეს შეჩერება, რასაც ეხლა ვხედავ. მე ვერ გეტყვით, რომ ეხლა ეს საბოლოოდ დასასრულია, მაგრამ ერთი წუთით ნახოთ თქვენგან რას თქოს სამყარო. მე მინდა რომ კიდე დავამატო სამი არტანი. თქვენგან რას თქოს სამყარო. კი ბატონო, ეხლა ვიკაცრავთ ამ წუთას 50-50-ზე ტელეფონი გადაყირავ და 50-50 მიჩვენებს სიტუაციას, მაგრამ ნახეთ, ვინაიდან პენტაკლებში მიზეს ეს ბატონი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ცოტა მძიმე პიროვნებაა და თქვენი ჩარევები და თქვენი ემოციებია საჭირო, მაგრამ არა აი ესე არაადეკვატურად და გაბრაზებულზე, მიხვდით? უფრო მობიერად, უფრო დიპლომატიურად, უფრო გაწონასწორებულად შეხედეთ, იმიტომ რომ თვალიერების სიტუაცია სულ არის სოციალურ ქსელში გათვალიერებთ, კი ბატონო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენგან სამყარო ითხოვს დამშვიდებას, სიტუაციის კონტროლს და მართვას, იმიტომ რომ პენტაკლები ისედაც მძიმე, თქვენ უარესად დაამძიმეთ, რის გამოც ადამიანი საერთოდ გაქრა და წავიდა. ანუ თქვენგან ითხოვს სამყარო სიმშვიდეს და სტაბილურობას, მიხვდით, ბალანსი უნდა შეინარჩუნოთ და ანუ რას ნიშნავს, ცოტა ხანი უნდა დადუმდეთ. ცოტა ხანი საერთოდ თორე უარესისავთ შემოძვირფასებო აი ამ არაადეკვატური საქცელებით და აი ამ რაღაცა გიჟური ქცევებით, ხო, ბრჭყალებში ესე რომ ვთქვათ. კარგით, გამოვა თუ არა კონტაქტზე ადამიანი. ეხლა ნახეთ რა ხდება. ეხლა კი ბატონო, ურთიერთობა კი არის გაჩერებული, კიდე დავამატებ მესამე არკანს. ურთიერთობა კი არის გაჩერებული, მაგრამ მე არ გამოვიცხავ, რომ კონტაქტზე გამოსვლა იყოს, თქვენ თუ ჭკვიანურად მოიქცევით, ნახოთ. ეხლა ნახეთ, ერთი ვარიანტი არის კი ბატონო, რომ ადამიანი წასულია ურთიერთობიდან განაწყენებული, გაბრაზებული, თქვენზე ძალიან ემოციები აღარ გააჩნია, არაფერი არ გააჩნია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ ორი ანთასებს ვინაიდან ინარჩუნებთ და აქ ორი ანთასებს სიტუაციას ისე ინარჩუნებთ, რომ აი როგორ ახსნა სიმშვიდე, სიწყნარეს ეს ბიჭი მაინც ხო საპირისპიროზე გულისხმობ, ინარჩუნებს, ცდილობს, რომ რაღაცა ჩხუბში არ აყვეთ, აი ამ თქვენ რაღაც რო წამოგიარათ, ხო? დაახლოებით აი ამ სიტუაციას განერიდოს და გავიდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ რომელიღაცა სიტუაციაში გადაწყვეტილება მიღებულია. კონტაქტზე გამოსვლისას და ურთიერთობის გაგრძელებისას. ეხლა მე ვიკითხავ, რა გადაწყვეტილება მიიღო. მაინც ვიკითხავ, იმიტომ რომ
ხმლების ტუზით კი მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, მაგრამ რა გადაწყვეტილება მიიღო? გამოვა თუ არა კონტაქტზე, რომ ხო ხედავთ, რომ ან პასუხობს ბოლომდე ტარო. ან პასუხობს, ნახე. აღარ ამოვიღებ მიტარკანს, აღარც მაქვს უფლება სამყარომ დამიხურა. ძალიან დიდ კრიზისს გაივლით კიდე. პირდაპირ გეუბნებით. ჯერჯერობით კონტაქტი რო გითხრათ, რომ მიჩანს პირდაპირ მნიშვნელობით, ეხლა ნუ დაახლოებით 1 თვე, ხო? ყურებიდან 1 თვემდე რეზონი რდება. მოგატყუებთ. ჯერჯერობით არის ძალიან დიდი კრიზისი და ძალიან არ მომწონს სიტუაცია. მაგრამ ნახეთ რა მომენტია სამყაროს როგორც უნდა და რატო უნდა გეტყვით. ნახეთ ორი მაღალი არკანი დამიჯდა გვერდზე საოცრება. აი ესე დამიჯდა. მარცხნიდან მარჯვნივ ხო შლით, შეხედეთ მე-20 და 21. ეს არის ჩვეულებრივი ჯაჯმენტი, გამოცდა, რომელსაც გიწყობთ სამყარო თქვენ. შესაბამისად, თქვენ ნახევარზე მეტმა დაკარგეთ ადამიანის სახე, გახდით არაადეკვატურები, ამ ადამიანმა დაინახა თქვენი რეალური სახე და რა მოხდა? შეეშინდა და განგერიდათ. აი ეს არ მინდოდა რომ მომხდარიყო, იმიტომ რომ მე გავლილი მაქვს, მე ვიცი რა არის ეს ჩემო ძვირფასებო, მე ვნანობთ, მაგრამ სამწუხაროდ უკვე გვიანია, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც დაანახებთ რეალურ სახეს, გახდებით არაადეკვატურები და რა ვიცი მე ხელში რაც მოგხვდებათ ესვრით, ანუ აღარ უნდათ მიხვდით? სიმშვიდე და სიწყნარე ჭირდება მამაკაც და არა ესეთი მაგარი, აი მე მაგარი ქალი ვარ და ეს არა. ქალურობა ჭირდება, სინაზი ჭირდება, ხო ხედავთ რატო გიკვირთ? რატომ მიდიან ესეთ ქალებთან? არ გიკვირთ? არ უნდათ ბოდიში, მაგრამ მამალი ქალები არ ჭირდებათ, მიხვდით? ანუ ცუდად კი არ ვიძახი, გან იმას ვიძახი, რომ ზუსტადაც რომ ძლიერი ხართ, ამიტომ ვიძახი მე. თქვენ ძლიერი ხართ, მაგრამ სიძლიერით არ უნდა მოიქცეთ ისე, რომ ადამიანი დააკნინოთ და მამაკაცი მიწასთან გაასწოროთ და აგრძნობინოთ, რომ არარაობაა. ადამიანმა იგრძნო, რომ არარაობაა და წავიდა საერთოდ ურთიერთობიდან, ხო? აი ნახეთ რა მოხდა? ხედავ როგორ სიტუაციები აირია? ეხლა გადავდივართ რჩევაზე და ეხლა ნახეთ რა ხდება აქ. რა თქმა უნდა დავამატებ სამარკანს, მაგრამ აქ ზოგი ერთებისთვის კიდე ერთი შანსი იქნება ისწოდეთ, მაგრამ აი შანსით რო არ გამოიყენოთ და მით უმეტეს თუ ჩემ პაციენტებს ეხება და მე რასაც ვარ იგებ არ ითვალისწინებენ, მართლა გავბრაზდები ოღონდ, აი სერიოზულად მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვცდილობ ყველასთან მეგობრობა შევინარჩუნო. თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ, იმიტომ რომ ერთი შანსი მოგეცემათ და ეს შანსი ისე უნდა გამოიყენოთ, აქ აღარაფერი აღარ უნდა დააშაოთ. ეხლა ნახეთ, ის რო მოვიდა ერთი შანსი, კი ბატონო, რაღაცნაირად შევრიგდით და დავიწყეთ. აი შენ რო ესე მიკეთებდი და შენ ხომე ესე აღარ უნდა ძვირფასებო. თუ შანსს ვაძლევთ ადამიანს, არასოდეს არ ვახსენებთ ძველს. მნიშვნელობა არ აქვს, 1000 ქალი ყავდა თუ 1000 კაცი ყავდა, არ ვახსენებთ ძველს. თუ გაახსენებთ, ის ადგება და ოღონდ იცით როგორ წავა, საერთოდ სამუდამო წავა და აღარ დაგიბრუნდებათ. ამიტომ აი ამ შანსს ვინც მისცემთ, პირდაპირ გეუბნებით, კი ბატონო, შეიძლება სიტუაცია მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ოღონდ აღარ ახსენებთ წარსულს და აღარ ახსენებთ ძველ სიტუაციებს. მაგრამ ნახოთ ეხლა შანსს კიდე ამოვიღებ იმას პროფესორ რჩევას. მაინც არ მინდა რომ ცხრიანმა ხმებმა დახუროს. კი, აი ხა პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, ვინც იმუშავებთ ამ სიტუაციაზე, რვიანი პენტაკლებით, კი ბატონო, ეხლა ამ წუთას 50-50-ზე მისი კონტაქტზე გამოსვლა. ზოგთან კონტაქტზე აუცილებლად უკვე ახალი შანსია და უკვე შეიძლება გამოვიდეს. ნახეთ, სულელის არკანით ადამიანი რაღაცას თავიდან იწყებს თქვენთან, რაღაცა თავიდან უნდა დაიწყოს, შეიძლება კი ბატონო თავის შეცდომებსაც აანალიზებს და რა თქმა უნდა თქვენს უნდა აღიაროთ თქვენი შეცდომები. აი ამას ქვია ჯანსაღი ურთიერთობა, მიხვდით? ამიტომ იგივე შეცდომები არ უნდა დაუშვათ, წარსული არ უნდა გაახსენოთ და ვინ რაში იყო მართალი და ვინ ტყვანი საქმის გარჩევა არასდროს არ უხდება ქალს. საქმე კი არ უნდა გავარჩიოთ, უნდა გავარკვიოთ, ხო? მაგრამ თუ ჩვენ შევრიგდით, მაშინ აღარც ვარკვევთ. ესე იგი ამ ადამიანმაც გადაყლაპა თქვენს ორ ადამიანის ურთიერთობაში ერთი არასდროს არ არის მართალი. და ჩემთან ვინც კონსულტაციაზე მოდის, ყოველთვის რას ვეუბნები? აი დამიწერენ კომენტარებში კი იციან. რადგან საპირისპირო სქესი არ გვიყურებს და არ გვისმის, იმას არ ნიშნავს, რომ მე მასზეც ვდივ ვილაპარაკო. არავითარ შემთხვევაში სანამ ტაროს გაშლას მე არ დავასრულებ, მე არც ცუდს ვიძახი და არც კარგს. ადამიანი რადგან ჩვენთან არ ზის მესამე, ხო? ვიზეთ ჩვილთ, იმას არ ნიშნავს, რომ მე იმაზე რამეც ვთვი და აუგი ვთქვა.
ამიტომ არამც და არამც არ შეიძლება მსგავსი ქცევები. თქვენც დამნაშავე ხართ, ისიც დამნაშავეა, კი ბატონო, მაგრამ თუ შანსი ურთიერთობას აქ ეძლევა, აქ კონტაქტზე გამოსვლაც იქნება და შანსიც ეძლევა ზოგს, ეს უნდა გამოიყენოთ. და ჩემი რჩევა, პირადი რჩევა, არასდროს არ გაახსენოთ წარსულში რა იყო, ან რა გეწყინათ და რა ვიცი მე, შენ ესე გამიკეთე, მე იქ არ დამხვდი, მე წამოვედი წვიმაში და შენ ერთი არ მომიკითხე, მიხვდით რის თქმა მინდა? აღარ ვსაუბრობთ, ან პატიობთ და ვიწყებთ თავიდან ყველაფერს, ან არა და თუ უნდა გაახსენოთ და ადამიანს კიდე ტვინი უბურღოთ, ჯობია რომ საერთოდ არ აღადგინოთ ურთიერთობა. აი ეს იყო ჩემო ძვირფასებო დღევანდელი საჯარო გაშლა. გელოდებით პირად კონსულტაციებში, მწერთ პირადში, YouTube-ზე რო აიტვირთება, მიტოვებთ, უпроსტად წერთ WhatsApp-ი, Viber-ზე, TikTok-ზე პირადში მწერთ და მე თვითონ გიკავშირდებით. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ვიდეო იყო. ვფიქრობ ძალიან, გარკვეული ნაწილი იყო იმყოფება ამ სიტუაციაში და რა თქმა უნდა ეს საჯარო გაშლა და პირადი ყველა ვარიანტში ჯობია იმ სკროლვებს და საჯაროების ყურებას ერთი პირადი რო გავერკვეთ რა ხდება, თუ არა და ზღაპრებში ვცხოვრობთ, ხო? ამიტომ ჩემო კარგებო, რა ვიცი, დაგელოდებით შეტყობინებებშიც, პირად კონსულტაციებშიც, ისი აზრის გამოხატულებაშიც, ასე რომ პრობლემა არ არის ჩემგან. მომწერეთ, უბრალოდ მე შეიძლება ცოტა გვიან ვნახო გადატვირთულობის გამო, მაგრამ აუცილებლად ვნახავ და გიპასუხებთ. ეხლა დაგემშვიდობებით ჩემო ძვირფასებო დროებით, მიყვარხართ ყველა.